რაც ამევიდა და ხმარო გეიგეს, ხო? გამოსვლა ვერ მოხდა. Vei, ciao. Amar cadevi. Ala voltia cadere. Familia. Შეიძლება ყველას ლაგუშები დუიოცხეთ, რომელიც გავს. Ხო, გადავჭით. ეს არა თვითონ. ასად. სახელი შეუცვალეთ არ ვამბობ. ამიოღლებს დავამბობ როგორ ზარალი სერიოზულია რა. თუ დავიწყებ იქიდან თევზის მეურნეობიდან დაწყებული ინფრასტრუქტურა. ის ხიდი რომელიც წაიღო სახელმწიფოს ახლა მეურნეობა კერძოა გასაგებია. მეურნეობა ეხლა там я тебе წაიღო
მე რა ვიცი რა ეს იგერე ფიქრია რომ მომული არის თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორმა გათვლამ და თადარიგმა შედეგი გამოიღო. აი ახლა ჩვენ ვდგევართ ამ მიწაყრილზე, რომლის გაგრძელებაზე არის ჯებირი. ამან ყველაფერმა დაიცვა დაბაქედა დატბორვისაგან და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვერ გადაარჩინა ეს წყალსადენი ორცვა ქედის დამაკავშირებელი, რომელიც იმხელა იყო წყალი იმ სიმაღლეზე იყო, რომ წაიღო ეს და ეს რა თქმა უნდა გასაკეთებელია. თავიდან ჩვენ ვიყავით სოფელ გუნდაურში, ვნახეთ იქ წაღებული ხიდები და დამეწყმილი გზები და ვიყავით ეს არის მერისის თემი. ხო და ვიყავით კიდე ოქტომბრის თემში სოფელ კუჭულაში, სადაც საკალმახე მეურნეობა აკავრეთა 2007 მთლიანად განადგურებულია. იქვე განადგურებულია რესტორანი დავითი, წაღებულია პავილიონები ამ რესტორნისა, სათავე ნაგებობა მთლიანად მოშლილია საკალმახე მეურნეობის სათავე ნაგებობა, თევზი მთლიანად ფაქტიურად მთლიანად განადგურებულია. ეხლა არის საშიშროება, რომ 1-2-3 საათში წყალი მთლიანად მოწყდება და დარჩენილი თევზიც ალბათ, იმიტომ რომ იქ ტრაქტორის სამუშაოა და ეს ტრაქტორი ვერ შედის ჯერჯერობით. ზარალი დიდია. წინასწარი გათვლებით ქედის რაიონში 5-მდე ხიდი არის, აქედან 3 წაღებულია, ასე ვთქვათ და რომელიც თავიდან გასაკეთებელია და 2 კიდე დაზიანებული და გასაკეთებელი. გზები არის ალაგ-ალაგ ჩაშლილი, გასაკეთებელია. მოსახლეობასთან მისასვლელი რამდენიმე გზა. ეხლა მუშაობს ხედის გამგეობა და სპეციალისტები მუშაობენ, რომ არც ერთი მოსახლე არ დარჩეს გზის გარეშე და დღის ბოლომდე ყველა ესენი გაიხსნება. ეს წონიარიში, გეგელიძეებში არის რამდენიმე ადგილი, ჩვენ ვნახავთ. ეხლა გავალთ და დაახლოებით ასეთივე ზარალი არის შვახევის რაიონში, იქაც 4-მდე ხიდი არის დაზიანებული და წაღებული და გზები და ინფრასტრუქტურა. მადლობა ღმერთს, რომ ხო იქ კიდე ერთი წისქვილია წაღებული, წყალმა წაიღო. მადლობა ღმერთს, რომ სხერფლი არ არის, ხისნება იყო და კიდე კარგი რომ ეს დღის სინათლეზე დაიწყო ეს მოვლენები და ამიტომაც ადამიანთან სხერფლი არ აგვაქვს. მადლობა ღმერთს და დანარჩენი გასაკეთებელია და დაითვლიან ზარალს და ამის მერე უკვე იქნება ფიქრი იმაზე თუ როგორ და საიდან შეიძლება ამ ზარალის ანაზღაურება თუნდაც ნაწილობრივ.